უნდა ხო მე ბებიები მყავდა მეგრელები და მეტყობა რაღაცა მაგარი რო ხო წამადგა ნამდვილად წამადგა თქვენ როგორც საავტომობილო სფეროს ექსპერტი ანუ ხო არ უკავშირებთ ქართული ფეხბურთის წარმატებას იმას რომ შავი BMW-ს ეპოქა დასრულდა ფეხბურთში როგორ არის შავი BMW-ს ეპოქა დასრულდა საქართველოში მე მინდა ახალი რაღაც გავაკეთო ქვეყანაში აი ყოველთვის რაღაცას ვაკეთებდი და აი თქვენი არხით ვამბობ აი თქვენი აგერ თქვენთან ერთად თქვენი დანდასრებით ვამბობ გელა ბარკალაია იმდენ რამეს გააკეთებს და რომ ყველა მომხმარებელი ვისაც ავტომობილი ჭირდება ისეთ ფაში იქნება იყიდეს ახლა რა არის როგორ არსებობს ესეთი ბანკი აზიის განვითარების ბანკი კი ბატონო პირველი პირი ზის ტაილანდში ველაპარაკე და მეუნება კაცო გამაგები ერთი ავტომობილი არის აგერ ელექტრო წაიყვანი რამდენიც გინდა და მოგცემ 1%-ად ფულს რამდენსაც გინდა 1%-ად მოგცემ ფულს მთელი ჩემი ცხოვრება ფულზე არასდროს არ მიფიქრია. კაი ცხოვრება ყველას უნდა, მაგრამ ჩემი შემოსავლის, აი კაცურად გეუბნები ბიბლია რო იყოს, ხელს დავდებდი ჩემი შემოსავლის. ახლა ვის გინდა ეს დაუმტკიცო და არასდროს არავის არ დამიმტკიცებია. დავდებ რომ 70% მაინც მიდის ვიღაცას უჭირს რაღაცა არის და არასდროს მე ამაზე არ მიტრაბახია. თვითონ იქაც რო ვიყავი, მათე პატარა ბიჭი სტეფნაძის გადაცემა რო იყო აი მათე დადიოდა მანქანას ჩუქნიდა რაღაცა ნაკვეთ ჩუქნიდა რაღაცა ბინას ჩუქნიდა 14 წლის ბიჭი რო მამაჩემს გაუხარდებაო მაგარია და მე რა მინდა მე მინდა რომ აი ამათთან უკვე მოლაპარაკება მაქვს დიდი რაოდენობით შემოვიდეს ეს ელექტრომობილი 10 წლიანი განმავლობით ყავდეთ 1% არაფერი არ არის 1% ნებისმიერი ადამიანი გადაიხდის დღეს არის 15, 20%, 25%, ხო? ადამიანს რომელსაც მოუნდება ავტომობილის შეძენა, მოვა ჩვენთან, პირდაპირ წაიყვანს ავტომობილს და რაც ღირს, აი ღირს $10,000, ხო? 1% დაემატება წლიური შენ წარმოიდგინე. აი ეს არის აზიისა და ევროპის ბანკი. და მე მგონი ამას მივახცევ. ძალიან მაგარი ამბავია. თქვენი სტუმრობის მიწურულს მინდა ერთი თამაში შემოგთავაზოთ. რაღაც გავერთოთ ჩვენც და მაყურებელიც გავართოთ. აი მე მაგალითად გეტყვით წარმატებულ სპორტსმენს და რა თქმა უნდა მათ ყავთ მანქანა, მაგრამ თქვენ როგორც ავტოექსპერტს, თქვენი აზრი, ავტოექსპერტის აზრი მაინტერესებს.